ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი მეგობარი აქტის განხილვას მიუბრუნდება. კანონპროექტის ავტორი, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონმა ცოტა ხნის წინ დააანონსა, რომ მეგობარი აქტი ხელახლა იქნება წარდგენილი, როგორც კი ახალი კონგრესი ბიძს დადებს. ეს კი დღეს უნდა მოხდეს. არჩევნების შემდეგ კონგრესი დღეს უნდა შეიკრიბოს, რაც შეეხება მეგობარ აქტს. საკანონმდებლო აქტი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე უილსონმა კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გასულ წელს რუსული კანონის მიღებისა და ენტონი ბლინკენის მიერ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების ყოვლის მომცველი გადახედვის დაწყების პარალელურად წარადგინა. აქტი ორპარტიულია და ითვალისწინებს როგორც საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას, ასევე ანტიდემოკრატიული ქმედებებისთვის პასუხისმგებლობის დაყენებას. ის რომ ამერიკის შეერთებული შტატები როგორც სისტემური სახელმწიფო ბუნებრივია არაერთპარტიულად უდგება საკითხებს მithumetes მასში, როდესაც საგარეო პოლიტიკას უკავშირდება თემა, არის 2-4 შესაბამისად ის მიდგომა, რაც ჩვენ ბოლო კვირების და თვეების განმავლობაში ვიხილეთ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ბუნებრივია არ არის ერთპარტიული მიდგომა. ეს არაერთხელ დადასტურდა, მათ შორის ის აქტები, რომელიც ბოლო აქტი, რომელიც დარეგისტრირებულია, არ ყოფილა ერთპარტიული და ჩვენ არაერთი განცხადება ვიხილეთ რესპუბლიკური პარტიის ლიდერებისგან რეჟიმთან დაკავშირებით, ივანიშვილის რეჟიმთან დაკავშირებით. ამიტომ უნდა დავალოდოთ და ვნახოთ, თუმცა 20 იანვარს რომ ივანიშვილის რეჟიმის სასიკეთოდ არ მოხდება ცვლილებები, ამაში ბუნებრივია დარწმუნებულები უნდა ვიყოთ და ამას ყველანი ვიხილავთ.